ქრონოლოგიურად მივყვეთ. აი ახლა გავუშვებ კობახიძის 28 დეკემბერს გაშვებულ ვიდეოს, სადაც ის ლაპარაკობს ფასების ხელოვნურ გაზრდაზე ქვეყანაში. საზოგადოება ხშირად გამოხატავს სოფელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასდამატი სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესმძრის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასდამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები, ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია. ასევე ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5%-მდე მერხევებს. პროდუქცია ფასდამატი და მიმწოდებლისთვის დაგესრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირიქით ქართული წარმოების სახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირება. არანორმალურად ხელოვნურად გაზრდილია პროდუქტებზე ფასები, ამ ფასნამაც ხელოვნურად ადებენ სუპერმარკეტები, იმიტომ რომ ერთმანეთში არიან გარიგებულები, პროდუქციის გასაყიდად, დახზე დასადებად ისინი ითხოვენ ეს ფაქტიურად ხარკს თხოვენ, წარმოებლებს და მათ მიმწოდებლებს ზედმეტი ფასის დადებას თხოვენ, იმიტომ რომ მეტი მოგება მიიღონ და ევროპულ ქვეყნებზეც კი ბევრად მეტი მოგება რჩება აქაურ სუპერმარკეტებს, როგორც კობახიძე ილაპარაკა და ბევრად მაღალია ფასები საქართველოში ვიდრე ევროპაში. ეს ვიდეო, ეს გამოსვლა ქონა კობახიძეს დეკემბერში და შეუძლებელია ეს გამოსვლა ყოფილიყო HR-ზე. შეუძლებელია პრემიერი გამოდიოდეს და რაღაცა HR-ზე ლაპარაკობდნენ ზღაპარს. ამდენის გარკვევა მთავრობა შეუძლია, რომ აი სად რამდენი ფასებია და რამდენს ამატებენ სუპერმარკეტები. ამის საფუძველზე მათ შექმნეს კომისია, რომელიც პარლამენტში მუშაობდა. თვეების განმავლობაში მიყავდა სხვადასხვა სუპერმარკეტების მეპატრონეები და თანამშრომლები, მათ ეკითხებოდნენ ფასებზე, მუშაობის პრინციპზე, ამას აჩვენებდნენ პირდაპირ ეთერში, მთელი საქართველო ამას უყურებდა. ამ კომისიის მუშაობის ბოლოს დადეს შემდეგი შინაარსის დასკვნა. მოდი ამ დასკვნასაც უსმინოთ ოცნების პარლამენტარი მოკლე შინაარს ამბობს ამ დასკვნის. ბაზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტის საბაზისო დახლის ფასი, თუმცა პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფასდაკლებებით ხდება მათი რეალიზაცია. სურათმა აჩვენა ჩაჩვში ქსელიდან დაწყებული წარმოებლით და იმპორტიორ დისტრიბუტორთან დამთავრებული ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. დიდი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. მენი რეკომენდაცია არის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს ხარდაჭერა მცირე და საშუალო მწარმოებლისთვის, რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისის გასწორება საშიშიც არის, იმიტომ რომ სექტორმა შესაძლებელი შოკირებული დარტყმა მიიღოს და დარტყმის შესახებ ჩვენ არ მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემური კესკებთან დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენ მხრიდან რეკომენდირებული არ არის. ანუ კომისიის დასკვნა იყო, რომ ხელოვნურად სუპერმარკეტები არ ზრდიან ფასებს,
შეიძლება დახლზე ცოტა მაღალი ფასები გვეჩვენებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ფასდაკლებებით იყიდება ძირითადი პროდუქცია, ანუ სინამდვილეში იყიდება საკმაოდ დაბალ ფასებშიო. რაღაცა ხელოვნურ გაძვირებასთან საქმე არა გვაქვს. აქ უბრალოდ საოპერაციო სამუშაო პროცესია დასახვეწირო, უფრო ეფექტურად მიდიოდეს მიწოდება, მომარაგება, ვაჭრობის პროცესი რომ მაგ გზით შეიძლება ხარვეზები თუ აღმოიფხრო რაღაც დონეზე გაიაფება მოხდესო, სხვა რაიმე ჩარევის საშუალება მთავრობისგან შეიძლება შოკური ეფექტის გამწვევი იყოს, ამიტომ უნდა მოვეფეროთ ამ სუპერმარკეტებს და პირიქითაც უნდა დავეხმაროთ ბიუჯეტი და რაღაცა დამხმარე პროგრამები უნდა გავაკეთოთ. ეს დასკვნა გითხრეს ბოლოს. პარალელურად კობახიძემ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საერთოდ არ არის არაფერი გაძვირებული და რაღაც საკმაოდ იაფად არის ყველაფერი და კითხვაზე რომ აი რაღაცები რომ ძვირდება ამაზე რა სიტყვითო აი ეს პასუხი გასცა ჟურნალისტებს ყველაფერი გაძვირდა რა გაძვირდა როგორც რაღაცა და რაღაც ან კარგი რაღაცა და რაღაც 85 თეთრი ეს და ყველი 85 თეთრი 85 თეთრი კი წაგიყვანდა 85 რა სოფლის ეკალექსი წაგიყვანდა 4 და 60 გაყიდე რა დათიბერს კოდის კოდი ვისმოთ ამას ხოთი არის ამათო თვითონ ხოთი არის რაღაც მეგეთქვით მე გაყიდე თოგრტულაში ამდენში თქვენ მითხარით და მეგეთ შეგისწრებთ მე წაგიყვანდა საქონლის რბილ ხორცს და ბორის რბილ ხორცს გაყიდენებთ 9 კილოგრამს 10 ლარში ხო ანუ ისეთი განცხადებების კეთება დაიწყო რომ სად არის ძვირი არაფერი ძვირი არ არის ხორცს გაყიდინებ 10 ლარში გიჟურად არასერიოზული განცხადებები რომელმაც უზარმაზარი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. უთხრა რომ არ არის ძვირი და 10 ლარშია ხორცი და რაღაც ეგეთი სიგიჟეები ილაპარაკა. ხო ცხადია ამაზე ხალხში აღშფოთება მოყვა ამ ყველაფერს საპასუხო რეაქცია მოხდა და მთელი ოცნების პროპაგანდა წავიდა რომ სინამდვილეში არაფერი ძვირი არ არის და რაღაცა ხალხი აბუქებს ამ პროცესებს და იმედმა გააკეთა ასეთი სიუჟეტი სადაც აი ზამთარში ხო ილაპარაკა კობახიძემ რომ საფრანგეთში მაგალითად ეს პროდუქტები ხო ჩამოთვალა პროდუქტები არის უფრო იაფი ვიდრე საქართველოში იმედმა გააკეთა ეხლა სიუჟეტები რომ საფრანგეთშივე იგივე პროდუქტები არის ბევრად ძვირი. მოდი ამასაც მოусმენთ. დავიწყოთ იმით, რასაც თითქმის ყველა ოჯახი მოიხმარს. ბრინჯი საქართველოში 2 კილოგრამი 4 ლარი და 80 თეთრია. საფრანგეთში 4 ევრო და 39 ცენტი, რაც 13 ლარი და 82 თეთრის ეკვივალენტია. გერმანიაში 4 ევრო და 59 ცენტი, ანუ 14 ლარი და 14 თეთრი. ორივე შემთხვევაში ბრინჯი საქართველოსთან შედარებით თითქმის 3-ჯერ ძვირია. მაკარონის 500 გრამიანი შეკვრა საქართველოში 2 ლარი და 99 თეთრი ღირს. გერმანიაში 69 ცენტი, ანუ 2 ლარი და 17 თეთრი. ხოლო საფრანგეთში 1 ევრო და 40 ცენტი, რაც 4 ლარსა და 41 თეთრს უდრის. ერთი ბოთლის ზეთი გერმანიაში 1 ევრო და 59 ცენტი, რაც 5 ლარის ეკვივალენტია. საქართველოში მისი ფასი 5 ლარი და 29 თეთრი, ხოლო საფრანგეთში 2 ევრო და 39 ცენტი ღირს, ანუ 7 ლარი და 53 თეთრი. რძე გერმანიაში 1 ევრო და 19 ცენტი ღირს, ანუ 3 ლარი და 75 თეთრი, საქართველოში კი მისი ფასი 3 ლარი და 99 თეთრია. საფრანგეთში 1 კილო მანდარინის ყიდვას თუ ისურვებთ 10%-იანი ფასადების შემთხვევაში 3 ევროს და 59 ცენტის, ანუ აი რა პროდუქტებზეც მანამდე ილაპარაკეს, რომ აი ეს პროდუქტები საფრანგეთში უფრო იაფიაო, ეხლა მათ შორის იგივე პროდუქტები ჩამოთვალეს და ილაპარაკეს, რომ საქართველოში უფრო იაფია. აი შეგვიძლია მაგალითად თავიდან მოვუსმინოთ ზამთარში კობახიძის ვიდეოს და აი უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის შევადაროთ. საზოგადოება ხშირად გამოხატავს სულხალცად საკმაოდ დიდია. საქართველოში კონკრეტული ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქიოს ანუ ხალხო იგივე პროდუქტებზე ილაპარაკეს მაშინ. ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, მაშინ ილაპარაკეს რომ ბრინჯი 180%-ით უფრო ძვირია საქართველოში ვიდრე საფრანგეთში, მაკარონი
97% უფრო ძვირია, ზეთი 34% უფრო ძვირია და ეხლა ილაპარაკეს პირიქით. ხო და კითხვა ჩდება, რა ხდება საერთოდ? ანუ როგორ იხსნება? მაშინ რისთვის ილაპარაკეს? ასეთი სულელები იყვნენ, გაგიჟდნენ, რითი იხსნება? აი რა საჭირო იყო მაშინ აი იმის ლაპარაკი? საერთოდ რა საჭირო იყო კომისიის შექმნა, რა საჭირო იყო ხმაური საწევა, რა საჭირო იყო ტყუილების ლაპარაკი, თუ ეგ ტყუილები ყოფილა, რომელზეც რა თქმა უნდა ხალხი შემოგიტევს. და თუ ის სიმართლე იყო, ეხლა რატო ამოატრიალეს პირიქით ფირფიტა და პირიქით რატო ლაპარაკობენ? აი რასთან გვაქვს საქმე? და მანდა არის აი ესეთი მსჯელობა მიდის ეხლა საზოგადოებაში და ჩვენ პოლიტიკური ანალიზით ვარ დაკავებულები და ჩვენ ვსჯელობთ ერთმანეთში და ერთ-ერთი ვარიანტია რომ უბრალოდ გაგიჟდნენ და უკიდურეს რაღაცა უმძიმეს არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ მან კითხვა ჩდება არსებობს ასეთი დონის არაკომპეტენტურობა? ანუ რას ჩალიჩვ? ამას ხო აი ელემენტარულად აი მოიკი. ამას რა უნდა? ინტერნეტში ნახავ, აი საფრანგეთში შეხვალა სუპერმარკეტების ქსელში და ინტერნეტში იძებნება, აი ეს ზეთი ღირს ამდენი და მარტივად ნახავ. ხო, აი თვითონ კობახიძე რო დადგეს, აი მასაც შეუძლია ნახოს, მცირე დრო ჭირდება, ან დროის თვალსაზრისით ვამბობ. ის კი არა ძნელი და რაღაცა. დროის თვალსაზრისით ბევრი დრო არ დაჭირდება. და ვიღა თანამშრომელს რო დაავალოს, ზუსტად გაუწევს. ფასები, შედარება როგორია და ასე შემდეგ. ყველაფერს გაუწევს. ეს არის ყველაზე მარტივი საქმე. და რასთან გვაქვს საქმე? ასეთი არაკომპეტენტურობა ძნელი წარმოსადგენია. და ამასთან ერთად იქიდან გამომდინარე, რომ ეგ არაკომპეტენტურობა ცოტა საეჭო ჩანს მაგ ხარისხის მეორე ვერსიაც იკვეთება. ეს სუპერმარკეტების მეპატრონეები და სადისტრიბუციო კომპანიების მეპატრონეები მათი უდიდესი ნაწილი კი ოცნების შემომწირველია, მაგრამ ოცნების შემომწირველი არ ნიშნავს, რომ მთელი შენი ფული ოცნების არის. ეგ ნიშნავს, რომ გარკვეულ გარიგებაში ხარ ოცნებასთან და რაღაცა პროცენტს აძლევ შენი შემოსავლების. მაგრამ შეიძლება არსებობდეს ინტერესი, რომ ეგ პროცენტები მთლად კარგად არ არის დალაგებული და მოდი უფრო სხვა პროცენტს იხდიდნენ დისტრიბუტორები და ამ მარკეტების მეპატრონეები. იმიტომ რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და აუცილებელი ბიზნესი არის საკვებით ვაჭრობა, საკვების შემოტანა, წარმოება, ვაჭრობა, ეს არის ბიზნესი, რომელიც არასად არ წავა. რომელიც ყველა იძულებული იქნება ამ ბიზნესთან შევიდეს კოოპერაციაში და იყიდოს მათგან რაღაცა, ხო? და მონოპოლიისტების ესეთი რაღაცა მცირე წრე ჩამოყალიბდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებულები არიან, ფასებს თვითონ ადგენენ, იმის იქით ვერ წახოთ, პატარა მარკეტები გაქრა. ხო და აი ეს დადგენილი წრე სავაჭრო ობიექტების შეიძლება არსებობდეს ოცნების მართველ რგოლში ინტერესი, რომ მოდი ამათ სხვა პროცენტი მოიტანონ. და ზეწოლის მექანიზმი რა არის? ხა მათი საკუთრებაა და ქვეყანაში მოქმედი კანონების დონეზე შეიძლება ყველაფერი ლეგალურად იყოს. ანუ რა კანონებიც არის, ესე მარტივი არ არის მიაწვე. რა კანონიც არის, იმას იცავს. და ზეწოლის მექანიზმი მაგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხალხის სამართლიანი აღშფოთებით მიწოლა, რეალური მუქარის დაყენება, რომ აი ეხლა ამის საფუძველზე ჩვენ ასეთ სადამსჯელო კანონებს მივიღებთ, სადამსჯელო ღონისძიებებს მივიღებთ და ეს кэшბექის სახით ხარკი რო გაქვს დადებული პროდუქტების ფასებზე და ხალხს ხარკს ახდევინებთ უზარმაზარი ფასებისა. ამას არათუ ვეღარ გადაახდევინებთ, შეიძლება ძალიან კაცრი სადამსჯელო ზომებიც მოვაყოლოთ. და თუ დანაკარგის უფრო დიდი ოდენობის მიღება მოგიწევთ, მოდი არ გირჩევნიათ, აი მაგ
ხარკის სახით cashback-ი რომ გაქვთ დადებული, მანდედან პროცენტი დაუშვათ ჩვენთან გამოუშვათ და cashback-ზე და მაგ ზემოდან დადებულ ხარკზე აღარ მოგაწვევით. ხო, თუ ამას ამ პირობებს არ წამოყვებით, მოწოლა ხალხის სამართლიანი რისხვით ზურგ გამაგრებულ ხელისუფლებას შეუძლია. ამის დემონსტრაცია მოხდა იმ კომისიით. როგორც ჩანს, რაღაცაზე მოილაპარაკეს, ამ რაღაცაზე მოლაპარაკების საფუძველი ისაა, რომ გამოვიდე მე და ხალხს უთხრეს, რომ ხალხო, არა კაცო, არაფერი გაძვირებული არ არის, რაზე ლაპარაკობთ. ეს არის სალაპარაკო ეხლა, ეს რაღაცა ფასებზე და კუჭაზე უნდა დაიყვანოთ ეს. ასეთ ტექსტებს ელაპარაკებიან ეხლა ხალხს. იმიტომ რომ იმათთან დალაგდნენ როგორც ჩანს. და ის ხარკი გაზრდილი ფასების სახით, რომელსაც ყველა იხდის, ეგ დაუტოვეს. ხალხი შეიძლება კიდე გაზდიან, ასად არ წავა ფასების და უბრალოდ მიმართულება, რომელიც ამ ფულს ექნება, უფრო დიდი წილი ამ მიმართულებისა გადამისამართება ოცნების ელიტის მისამართით. აი ეს არის მეორე ვერსია, რომელიც აი როცა განვიხილავდით ამ თემას და მსჯელობთ რასთან ქონა საქმე, ამ თემის ირგვლივ იკვეთება. ან ეს ხდება და მთელი ეს ურთიერთგამომრიცხავი ძალიან დამაზიანებელი კამპანია, რომელიც ხალხის სამართლიანი რისხვის შემდეგ ხელისუფლების მიმართულებით გადამისამართებით დასრულდა. ან ამის საფუძველზე ხდებოდა, რომ კონკრეტულად მეტი ფული გვინდა და აი, ან მეტი ფულის საშონელად ეგ იყო მოტივი და დაზიანება არ აუშავს მაგაზე წავალ, ან უბრალოდ გაგიჟდნენ. ხო და რომელი ვერსია უფრო რეალისტურად გეჩვენებათ, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. მაგრამ რეალური ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა იყოს. სხვა ვარიანტი არ არსებობს და თუ ვინმეს რამე სხვა ვარიანტი ეგულება, მოგწერეთ კომენტარებში და გავეცნობით.